საყურე არ მაქვს. არც მჭირდება, იმიტომ რომ ერთის ამოჩამება ვიცი და მე ეგ-ერთი მიკეთია სულ, სანამ ახალს არ ამოვიჩამებ. მეორე ყურე გამიხვდეს თოფით მესროლეს. მე გამიღიზიანდა საყურე რომელსაც გამიხვდეს იყო დაჟანგული. არ ვიცი საშინელება იყო, იქერცლებოდა ეს საყურე და რაღაცები ცვიოდა. მოვიხსენე ეს საყურე, შევიხორცე ყური, მაგის მერე გავიდა წლები. ეს ყველაფერი მგონი მოხდა 9 კლასში რო ვიყავი, რომელი წელი იყო ხარ ვახსოვს 2016? 2016 თუ 2017 წლის მერე ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, მაგის მერე მეორე ყურის გახრეტა არ მიცდია და არც მომსვლია აზრად. იმდენად მივეჩვი იმას, რომ ცალყურზე მქონდა ყოველთვის საყურე. მე უკვე მოთხოვნაც აღარ ჰქონდა ჩემს სხეულს და ჩემს ყურებს, ბალანსისთვის აღარ სჭირდებოდა მეორე საყურე. წინა ვლოგი რომ დავდე, ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ რა არისო ესო ცალყურზე რო გეკონწიალება საყურე, რამე დაქალების ის არისო, შეთანხმებაო? მე გამახსენდა რომ რასნი რატომ აქვს მართლა ცალყურზე საყურე ნორმალური ხო ვარ? გადავწყვიტე რომ წავალ და გავიხრათ ამ ყურს მეთქი. ხო და დღეს ასე გადაწყდა რომ მივდივარ რომ აი ეს ყურიც გავიხრიტო. მგონია რომ თუ ორივე ყური მექნება გახრეტილი, საერთოდ მეც დავბალანსდები და ჩემი ცხოვრებაც დაბალანსდება. პრობლემა აქ ის არის რომ ეს საყურები ახლა რაც გაჩვენეთ, მაქვს ცალ-ცალი. ორი საყურე არ მაქვს, იმიტომ რომ არ დამჭირვებია არასოდეს, ყოველთვის ცალს ვყიდულობდი, ან თუ მჩუქნიდან ვეუბნებოდი რომ ერთი ცალი მაჩუქე, მეორე რა თვიდა მეთქი. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ვიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს, სადაც რომელშიც ორივე საყურის ყიდვა მიწევს. ვიცი სალონში რამდენად გადავიღებ ჩემი ყურის გახრეტის ამბავს, იმიტომ რომ წინა ვლოგი თუ ნახეთ, იმასაც დააკვირდებოდით როგორი გადაღებული იყო. მეორე ყურს რომ გავიხრეთ, მე გეტყვით დავბალანსდი თუ არა. ლიფტი არ მუშაობს და ფეხით მიწევ ჩასვლა. ფეხით ჩასვლა პრობლემა არ იქნება და მწვერვალზე ვარ ვცხოვრობ. ეს პიანინო უნდა ვიყიდო. აქ გარეთ რამდენი ხანია. ანუ მესამე მაღაზიაში შევედი და ერთჯერადი ხელსახოცი არ აქვს არსად. და დავდივარ ასე. იმიტომ რომ სახლიდან წამოღება დამავიწყდა. ვიწვინკლები ბაღის ბავშვებით. ვიყიდე. ხოდა